სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კიროალიძე მიწის დამუშავების პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში დაესწრო. მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებისგან მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღო და გლეხებს გაესაუბრა. აქ მიწის დამუშავება მთლიანად 2 კვირაში დასრულდება. ხობში მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე აკვირდებოდნენ. სოფლის მეურნეობის მინისტრი გუშინ სამტრედიისა და აბაშის სოფლებსაც სტუმრობდა. იმედი მაქვს, რომ ამინდის ხელშეგვიწყობს და ეს ყველაფერი ეს მართლა ესეთი კეთილი წამოწყება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გახდა და რომელიც ბევრი სკეპტიკოსის საწყენად სრულდება და კეთდება, მინდა გითხრათ, მივა ბოლომდე და მივა იმ დასასრულამდე, რომ ჩვენ თავარ მიზანს ვისი სურვილიც ქონდა, იმას მივახცევთ. ამ ეტაპზე მუშაობს 17 ტრაქტორი შპს მექანიზატორიდან 35 კერძო სექტორიდან და ჩვენ ვარაუდობთ, რომ 2 კვირაში დავასრულებთ. დაახლოებით 22 სოფელში უნდა მოიხსნას 11,000 ჰექტარი. დღეის მდგომარეობით მთელ საქართველოში დაახლოებით 1000-დან 1100 ერთეულ ტექნიკამდე მუშაობს. ეს მიმდინარე ძალიან საუკეთესო გლეხობა დაუხნეს მიზები. კარგია. ალობთ თავრობას მომავალში უფრო უკეთეს რო გააკეთებდეს, უფრო უკეთესი იქნება ჩვენ